ევროკავშირი სულ უფრო და უფრო აღრმავებს პოლიტიკასა და საკანონმდებლო პროცედურებს წევრ ქვეყნებთან მიმართებაში. 1994 წელს სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია ASB ჩამოყალიბდა, რომელიც დღეისთვის 15 ქვეყანაში მოღვაწეობს და 3 მილიონამდე წევრი, 130,000 მოხალისე და 30,000 დასაქმებული თანამშრომელი ჰყავს. ASB სოციალური სერვისების მიწოდებაში, გადარჩენით სამუშაოებში, პირველადი დახმარების სწავლებებსა და ჰუმანიტარული დახმარების საზღვარგარეთ გაწევაში დიდ და ღირებულ შედეგებს აღწევს. სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე მუშაობს იმისთვის, რომ დაამყაროს ახალი კავშირების საზღვარგარეთ და წარმოაჩინოს მათი ინტერესები ევროკავშირის წინაშე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველო ტექტონიკურ ზონაში მდებარეობს და ამ ქვეყანაში მიწისძვრები არც თუ ისე იშვიათად ხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საშიშროება, რომლისთვისაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, სწორედ რომ მიწისძვრაა. მიწისძვრას ყველაფრის განადგურება შეუძლია, მათ შორის ინფრასტრუქტურისაც. მას შეუძლია დაანგრიოს სკოლები, ბაღები, კულტურის ძეგლები და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაუფრთხილებლად მოხდეს. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ის უმთავრესი წესები, რომლებიც მსგავსი კატასტროფის დროს უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა კატასტროფებიც. ვიტყოდი, რომ ჩვენ არასდროს ვიცით რა გველოდება წინ. ამიტომ აუცილებელია მზად ვიყოთ განსხვავებული სცენარებისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და რაც შეიძლება მეტმა იცოდეს ამის შესახებ. ჩვენი კომპანია აქ უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა. ზაარბრუკენსა და თბილისს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ. ოფისი აქ 2010 წელს დავაარსეთ. ახლა სრულიად საქართველოს მასშტაბით მუშაობთ. ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის სოციალურ სერვისებსაც, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის. ASB საქართველოს მთავრობასთან ერთად სხვადასხვა კამპანიაშია ჩართული, რომელთა მიზანი საქართველოში დაცულობის კულტურის დანერგვაა. ASB-ს მიწისძვრის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტი საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების წესების სწავლება იყო. კამპანია სახელწოდებით უსაფრთხოება იწყება ბაღიდან ევროკომისიის ჰუმანიტარულმა მისიამ დააფინანსა და საქართველოს მასშტაბით 344 საბავშვო ბაღი მოიცვა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები განათლებისა და მეცნიერების და გარემოს დაცვის სამინისტროები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მათ შორის თბილისის მერია. ბავშვების პროგრამაში შედის ყველა ის კატასტროფა, რომელიც საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ხანძარი, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ღვარცობი. თუმცა სწავლების უმეტესი ნაწილი მიწისძვრას დაეთმო. პირველ ეტაპზე ტრენინგები აღმზრდელებს ჩაუტარდათ, როგორც ბუნებრივი კატასტროფების, ასევე პირველადი დახმარების მიმართულებით. შემდეგ კი თავად აღმზრდელები სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით ბავშვებს კატასტროფის დროს მოქცევის წესებს ასწავლიდნენ. ინფორმაციის გამტკიცებისა და უნარჩვევებში გადასვლის მიზნით ბაღებში სიმულაციური თამაშები ტარდებოდა, სადაც ბავშვებს პრაქტიკაში აჩვენებდნენ და აკეთებინებდნენ იმას, რასაც თეორიულად უხსნიდნენ. ეს სიმულაციები პატარებისთვის ძალიან სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მუშაობის პროცესში დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ხელშეწყობაზე და ბავშვებმა დღეს უკვე იციან, რომ კატასტროფის შემთხვევაში პირველ რიგში დახმარება უნდა გაუწიონ იმას, ვისაც რაიმე სახის შეზღუდვა აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფორმა, რომლითაც ეს ინფორმაცია ბავშვებისთვის უნდა მიეწოდებინათ. იმისთვის, რომ ამ რთულ თემას შიში და დაბნეულობა არ გამოეწვია, ტრენინგს თამაშის სახე ჰქონდა. საყურადღებოა საშიში ტერმინების თავიდან არიდება. მაგალითად, სახლის დანგრევის ნაცვლად სასურველია ბავშვებს უთხრათ, სახლი შეიძლება დაზიანდეს. აუცილებელია ყველაფრის რეალისტურად, მაგრამ მსუბუქი ფორმით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათი ტრავმირება. სიმულაცია კი ასე გამოიყურება. ერთ ჩვეულებრივ დღეს ბავშვები განგაშის ხმას იღებენ და შემუშავებული პროგრამის მიხედვით მოქმედებენ. მასწავლებელი მათთან ერთად ყველა ეპიზოდშია ჩართული. პირველ რიგში ისინი მაგიდის ქვეშ წვრებიან. შემდეგ ბალიშებს იღებენ, მწკრივში დგებიან. შენობიდან ორგანიზებულად გადიან და ეზოში სამაშველო სამსახურის მოლოდინში იკრიბებიან. სამაშველოს სახანძრო და სასწრაფო მანქანები მოხვება. ბავშვებმა იციან, რომ მიწისძვრის დროს შესაძლოა ხანძარიც გაჩნდეს და თუ ვინმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მაშველები მას სასწრაფოს მანქანამდეც ძალიან მალე მიიყვანენ. სიმულაცია საკმაოდ სახალისოდ მიმდინარეობს, თუმცა ის რეალური სიტუაციის მიხედვით არის დადგმული და ბავშვებისთვის რეალური გამოცდილების თვალფასია.
საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობისას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით აქცენტს იმაზე, თუ რომელ კონკრეტულ ბუნებრივ კატასტროფას აქვს ყველაზე მძიმე და საშინელი ეფექტი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კატასტროფის შემთხვევაში თბილისსა და კახეთს სრულიად განსხვავებული შედეგი ექნება. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფები. მაგალითად, თუ ბაღი ახლოსაა მდინარესთან, კატასტროფის შემთხვევაში ის დაიტბორება. თუ იმყოფებით მთაზე, შესაძლოა აღმოუჩნდეთ ზღვის საშიშროების წინაშე და ასე შემდეგ. თუ რყევების პერიოდში თქვენ შენობიდან გაქცევას გადაწყვეტთ, დიდი შანსია იმისა, რომ ამ დროს თავში რაიმე დაგეცეთ და ფატალურ შედეგამდე მიგიყვანოთ. ამიტომ შენობიდან ევაკუაცია მხოლოდ მას შემდეგ უნდა დავიწყოთ, რაც დავრწმუნდებით, რომ რყევები შეწყდა. ამ დროს მნიშვნელოვანია სიმშვიდეს შენარჩუნება. შენობიდან მშვიდად, პანიკის გარეშე უნდა გავიდეთ. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობის დროს ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ მსგავს სიტუაციებში ბავშვებს სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ASB-მ საქართველოში კიდევ ერთი პროექტი დაიწყო, რომელიც ასევე მიწისძვრის შემთხვევაში მოქცევის კონკრეტული წესების პოპულარიზაციას ეხება. თუმცა ამჯერად არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის. ახალი კამპანიის „დაიხარე, შეეფარე, მოეჭიდეს ფარგლებში“ ორგანიზაციამ უკვე არაერთი ღონისძიება მოაწყო და მსგავსი აქტივობების ორგანიზებას კვლავაც განაგრძობს. პროექტის მთავარი მიზანია ამ სამი მნიშვნელოვანი ტერმინით ჩვენს მოსახლეობას რაც შეიძლება კარგად გააცნობიერებინოს და დაამახსოვრებინოს კრიტიკულ შემთხვევაში სწორად მოქცევის აუცილებლობა. ბაღებთან მუშაობის შემდეგ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეალურად ლოგიკური იქნებოდა თუ კი გააგრძელებდა მუშაობას უნივერსიტეტებში მომავალ მასწავლებლებთან, როგორც სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე სკოლების, შესაბამისად მუშაობთ დღის მდგომარეობით 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს არის სხვა საქართველოს სხვა რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტები და ვცდილობთ იქ დავნერგოთ არჩევითი კურსი კატასტროფის რისკის შემცირების. ეს არის აუცილებლად ინკლუზიური მიდგომით, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი პროექტის. მხოლოდ თეორიული კონტექსტი როგორც წესი არ არის საკმარისი. ის ძალიან მარტივი თემა, მაგალითად მიწისძვრის დროს რაც გვაქვს დაიხარე, შეეფარე, მოეჭიდე, მარტივი სამი სიტყვა, თითქოს პრინციპში მარტივია აღსაქმელად და გასაკეთებლად, მაგრამ თუ კი ამ ყველაფერს თან არ ახლავს რაღაც პრაქტიკული სიმულაციური ვარჯიშები, როგორც წესი ყოველთვის ძნელია შესასრულებლად. ამიტომ ჩვენ ვცდილობდით და დღესაც ვცდილობთ, სადაც კი ვმუშაობთ რეალურად, რომ ყველაფერი თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილი იყოს ამ ყველაფრის. ძალიან მარტივი სამი სიტყვა, რომელსაც შევეცდები უფრო სიღრმისეულად გავშალო და უფრო სიღრმისეულად ახსნა იმისთვის, რომ ყველასთვის მარტივად აღსაქმელი იყოს. დაიხარე მიწისძვრის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავი შევაფაროთ რეალურად ნებისმიერ მყარსაგანს იმ კონკრეტულ სივრცეში, სადაც ვიმყოფებით და იმ კონკრეტულ სივრცეში ვეძებოთ თავშესაფარი. მოეჭიდე, ძალიან მნიშვნელოვანია მოვეჭიდოთ მაგიდის ფეხს ამ შემთხვევაში ან ნებისმიერი მყარისაგნის ფეხს, სადაც თავი შევაფარეთ, იმისთვის, რომ დავფიქსირდეთ და რეალურად რყევების დროს, ასე ვთქვათ, დავაფიქსიროთ ის საგანი, რის ქვეშაც ვართ შეფარებული. მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს ვრჩებით ასევე ვთქვათ მაგიდის ქვეშ, ესეც მიწისძვრის დასრულებამდე, ანუ რყევების დასრულებამდე და მერე უკვე ვიწყებთ ჟურნალს ევაკუაციისთვის. ანუ ეს რაღაც ძალიან მარტივი სამი ქმედება, რომელიც პრინციპში არის იმის გარანტია, რომ ჩვენს სიცოცხლეს გადავარჩენთ იმ გვერდზე მყოფების სიცოცხლეს, რომლებსაც მიწისძვრის დროს რაღაც გარკვეული საფრთხე ემუქრებათ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კონკრეტული ქმედებები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მაგალითად ეტლით მოსარგებლემ ზუსტად იცოდეს, რომ რყევების დროს გარდა იმისა, რომ თავი უნდა შეაფაროს, უბრალოდ მაგალითად მუხრუჭით დააფიქსიროს კონკრეტულად ეტლი, იმისთვის, რომ რყევების დროს მოხდეს ფიქსაცია და ვთქვათ, არ მიიღოს დამატებითი დაზიანებები. მნიშვნელოვანია ჩაეჭიდოს, მნიშვნელოვანია თავი დაიფაროს და უბრალოდ დაელოდოს რყევების დასრულებას. ასე რომ ეს მარტივი სამი სიტყვა, რომელიც შეიძლება არანამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება სწორი ქმედებების დროს, თავის დასაცავად, ვთქვათ, მიწისძვრის დროს. ASB-ის ინიციატივით სპეციალური ტრენინგები სხვადასხვა რეგიონშიც და ზოგ შემთხვევაში კონკრეტული სპეციალობის მქონე ჯგუფებშიც ტარდება.
ეს პროცესი, მოდით ესე ვთქვათ, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, არ აქვს მნიშვნელობა გამოს, ყველას თანაბრად ეხება კატასტროფები, ყველას თანაბრად ემუქრება ამ შემთხვევაში და მნიშვნელოვანია, რომ ყველას კონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ კატასტროფის დროს. Რა თქმა უნდა, ის რაც თქვა დაიხარე, შეეფარე, მოეჭიდე, ეს არის რეალურად მხოლოდ მიწისძვრის დროს, ეს სამი ქმედება, მაგრამ არის ქმედებები, რომელიც სხვა კატასტროფის დროს გამოიყენება და ეს ამის ცოდნა ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მიწისძვრაზე ტრენინგების დროს, არამედ ვთქვათ დანარჩენ 8 ბუნებრივ კატასტროფაზე, არანაკლებ მნიშვნელოვანზე საქართველოს რეალობისთვის, უბრალოდ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რეგიონიდან გამომდინარე გავაკეთოთ კონკრეტული აქცენტი კონკრეტულ ვთქვათ ბუნებრივ კატასტროფაზე და ეს რეგიონული კონტექსტი იყოს ყოველთვის გათვალისწინებული და შესაბამისად ინტერესიც თვითონ მონაწილეებისაც იქიდან გამომდინარე ბევრად უფრო ისეთი აქტიურია კონკრეტულ თემებთან მიმართებაში. ასევე ვფიქრობთ და გეგმავთ, რომ უნივერსიტეტების ფარგლებში ხელი შეუწყოთ გარკვეულწილად საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ჩამოყალიბებას. ეს არის სივრცე, სადაც რეალურად განთავსდება ყველა დღემდე გამოცემული მასალა კატასტროფის რისკის შემცირებაზე და ნებისმიერ სტუდენტს, ლექტორს თუ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ადგილზე უნივერსიტეტის სივრცეში გაეცნოს მსგავს მასალას და ვთქვათ დამატებით არ მოუწიოს ინტერესის შემთხვევაში რესურსების მოძიება. ჩვენი პროექტის ფარგლებში მაისში შესაბამისად საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით ამ შემთხვევაში და მისი ჩართულობით უზრუნველყოფს ჟურნალისტების დატრენინგებას კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკაზე. და არა მხოლოდ ჟურნალისტების, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლების დატრენინგებას და ვფიქრობ, რომ რაღაცა ეს ერთობლივი ძალისხმევა რეალურად პრინციპში ყველა სფეროსთან მიმართებაში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში უსაფრთხოების კულტურა ცოტა სხვა დონეზე, ასე ვთქვათ, ამაღლდება და სხვა ეტაპზე აიწევს უბრალოდ და ხვალ თუ ზეგ, როცა ჩვენ რეალურად წინასწარ ვერ ვსაზღვრავთ რა კატასტროფა როდის არის მოსალოდნელი, ჩვენ შეგვეძლება ალბათ თქმა იმის, რომ ბევრად უფრო მეტად ვართ მომზადებულები, ვიდრე ვიყავით რამდენიმე წლის წინ და ბევრად უფრო დიდია დღესდღეობით უსაფრთხოების კულტურა, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ. ჩვენი პროექტი ასევე ითვალისწინებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის. კერძოდ ძალიან მარტივი სლოგანი გვაქვს, არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობა ყველა ეტაპზე, ყველა კომპონენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან პრინციპში მათ უფრო იციან თავიანთი კონკრეტული საჭიროებები, რა ჭირდებათ და ბევრად უფრო მეც ვსწავლობთ ჩვენც მათი მხრიდან, ვიდრე ვთქვათ რაღაც ჩვენ ვასწავლით მათ. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ESB-სთან თანამშრომლობს, დღის ცენტრი AIC-ია, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლასა და განვითარებას ემსახურება. დღის ცენტრს დღეისთვის 80-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ESB ნამდვილად არის ძალიან კარგი კომპანიონი, იმიტომ რომ ჩვენმა ბავშვებმა ნამდვილად კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცენ ისეთი მძიმე ბუნებრივი ის რაც არის მიწისძვრა და ეს ყველაფერი არის ამ ორგანიზაციის დამსახურება, იმიტომ რომ მანამდე ჩვენ ამის გამოცდილება არ ქონია და არ ჩვენ ბენეფიციარებისთვის მიგვიწია. ამ პროექტმა მათ ჩვენ დაგვანახა უფრო სწორად მეც და ყველა ჩვენ თანამშრომლებს, რომ ჩვენ ბენეფიციარებს აკლდა მზაობა ამ მიმართულებით. მათ ელემენტარული რაღაც არ იცოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცათომ ხანდახან ვთვლით, რომ ამას ასწავლის ოჯახი, ამას ასწავლის გარემო, ამას ასწავლის სხვა და ესე არ ხდება. ჩვენი ბენეფიციარები ძირითად ცოდნას და არსებიც იღებენ ჩვენთან ცენტრში. ამიტომ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ნამდვილად ეს არის ხირებული პროექტი, იმიტომ რომ ბავშვებმა გაითავისეს და ღმერთმა არქნას და მართლა რომ რაღაც ასეთის იყოს, მათ აღარ დაჭირდებათ უკვე ის, რომ აი რაღაცა პანიკა შეიქმნას, აი რაღაცა ისეთი ჩაიდინონ და დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას, რომ ამდენი რამე გააკეთა, რომ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი ბენეფიციარებისთვის სიახლე მისაღებია უყვართ, მაგრამ ცოტა დიდი დროა ხოლმე და დიდი ძალისხმევა საჭირო, რომ ეს გაითავისონ. ეხლა სწორედ ეს მოხდა. რომ მათ
შეისწავლეს, როგორ უნდა მოიქცენ მიწისძვრის დროს. კატასტროფის დროს მოქცევის წესების გარდა, ASB პრევენციული ზომების სწავლებასა და გავრცელებაზეც აქტიურად მუშაობს. მაგალითად, არსებობს სპეციალური წესები, რომელიც მიწისძვრის შედეგად მიღებული ზიანის მაქსიმალურად შესამცირებლად სახლის ან ოფისის მოწყობის დროს უნდა გავითვალისწინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ASB მომცა ძალიან კარგი გამოცდილება და ეს არის წლების გამოცდილება, ეს ცოდნა შევეცადე გამომეყენებიდან საკუთარი სახლის მოწყობის პროცესში, თუმცა ძალიან ბევრი რაღაც უსაფრთხოდ მოვაწყო, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ჯერ კიდევ გარკვეულწილად საფრთხეს ქმნის, მაგალითად მიწისძვრის დროს. ჩემს უკან მაგალითად ჭაღი, რომელიც არის, საკმაოდ დიდია და სასურველია, რომ მსგავსი ჭაღები ნაკლებად იყოს, განსაკუთრებით იმ სივრცეში, სადაც მთელ დღეს ვატარებთ და განსაკუთრებით იქ, სადაც თქვათ ვზივართ, ტელევიზორს ვუყურებთ და ასე შემდეგ. თუმცა ვფიქრობ, რომ სილამაზე გადაძლია ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა და გარკვეულწილად ერთადერთი რაც გავაკეთე, უბრალოდ მყარად დავაფიქსირე ეს ჭაღი იმისთვის, რომ მიწისძვრის დროს არ შემიქმნას გარკვეული საფრთხე. გარდა მაგისა, თუ გადავინაცვლებთ სამზარეულოს სივრცეში, აქაც გვაქვს გარკვეულად კარადები, რა თქმა უნდა, მიმაგრებული მაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კარადა, რომელიც კედელზე არის, მას ვთქვათ, გარკვეულ სიმაღლეზე აუცილებლად იყოს მყარად დაფიქსირებული. ჩემ შემთხვევაში შევეცადე, რომ კარადები მაქსიმალურად დამეფიქსირებია, ამიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტის გათვალისწინება. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამ სივრცეშიც არის რაღაცეები, რაც მაგალითად იქნება საფრთხის შემცველი, თუნდაც სურათი, რომელიც კედელზეა. სამწუხაროდ ერთი ლურსმით არის ამ შემთხვევაში დამაგრებული და რა თქმა უნდა მიწისძვრის დროს იქნება საფრთხის შემცველი. მაგიდა, რომელიც სტანდარტულად ოჯახში არის როგორც თავშესაფარი, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თავშესაფარი, ჩემ შემთხვევაშიც ნაკლებად გამოსადეგია, რადგან არის მინის და სასურველია და რეკომენდირებულია, რომ მაგიდა იყოს მყარი და არა მინის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ აზრი არ აქვს თავი შევაფაროთ, თქვათ მსგავს ნივთს. ასე რომ მეც მომიწევს ალბათ რაღაცეების, ასე ვთქვათ, განახლება, რაღაცეების შეცვლა იმისთვის, რომ ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე შევქმნას საკუთარ სახლში. ანუ იმ შემთხვევაში, თუ კი თარო გვაქვს ღია, უნდა მოვერიდოთ, ვთქვათ, მსგავს თაროზე ისეთი ჭურჭლის დალაგებას, რომელიც მიწისძვრის დროს ადვილად გადმოცვლდება. ჩემ შემთხვევაში ეს სიტუაცია არ გვაქვს, ყველა თარო დაკეტილია, შესაბამისად, უბრალოდ მე ვცდილობ, რომ შედარებით მძიმე ჭურჭელი უფრო ქვედა სივრცეში განვათავსო, ვიდრე ვთქვათ, ზედა სივრცეში და ამით გარკვეულწილად ავირიდო საფრთხე თავიდან. თუმცა სასურველია, რომ ყველა ასე ვთქვათ შესაბამისად განლაგდეს ჭურჭელი და ეს იყოს გათვალისწინებული რეალურად თუნდაც სამზარეულოს გარკვეულწილად მოწყობის დროს. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო სივრცის მოწყობა საძინებელშიც. ამ შემთხვევაშიც შევეცადე გამეთვალისწინებია მაქსიმალურად. ყველა კარადა რა თქმა უნდა მიმაგრებულია. ერთადერთი ასე ვთქვათ პრობლემა რაც შეიძლება წარმოიქმნას, ეს არის წიგნების თარო, რომელიც რეალურად შესაძლებელია რომ მიწისძვრის დროს საფრთხის შემცველი იყოს. ვინაიდან წიგნებით ამ შემთხვევაში სულ სავსეა და გასაგებია რომ მიწისძვრის დროს შეიძლება უბრალოდ წიგნი გადმოვარდეს მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ბავშვი მეცადინეობს, ანუ სამუშაო მაგიდა აქ გვაქვს და იმის გათვალისწინებით რომ მიწისძვრა არ ვიცით როდის მოხდება, არასოდეს არ გვაფრთხილებენ და ეს არის ასე ვთქვათ კატასტროფა, რომელიც წინასწარ არავისთვის არ არის ცნობილი, შესაბამისად ის იმას ნიშნავს, რომ იგივე მეცადინეობის დროსაც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ამ სივრცეში ჯდომა და მუშაობა. საძინებლის შემთხვევაში და ქართულ რეალობაში განსაკუთრებით ძალიან ხშირად გვხვდება საწოლის თავზე, მაგალითად ბრები დამაგრებული ან თუნდაც სურათები, რომელიც რეალურად საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის მიწისძვრის დროს, მით უფრო როცა გვძინავს, მით უფრო როცა ღამეა და უბრალოდ რეაგირების საშუალებაც კი არ აქვს ადამიანს, თქვათ დროული რომ მიწისძვრისგან თავი დაიცვას, ანუ იმ ჩამონავარდნი საგნებისგან, რომელიც რეალურად მისი საწოლის თავზე არის. შესაბამისად, სასურველია რომ მსგავსი სიტუაციები და მსგავსი საფრთხე არ შევქმნათ იმ რეალობაში, რასაც ქვია საძინებელი ამ შემთხვევაში და თავიდან ავიცილოთ გარკვეული კატასტროფა. მეორე საძინებელში შევეცადე სივრცე უსაფრთხოდ მომეწყო, თუმცა არის ერთი ნიუანსი ამ შემთხვევაში კარადა, რომლის გვერდზეც ვდგევარ, რომელიც სამწუხაროდ არ არის მიმაგრებული და რა თქმა უნდა საფრთხეს ქმნის მიწისძვრის დროს. თუმცა მე მოვემზადე იმისთვის რომ მივამაგრო და რა თქმა უნდა ამას უახლოეს დღეებში გავაკეთებ, რომ ვთქვათ რეალურად ამ კარადამ გადმოქცევის შემთხვევაში საწოლზე მწოლიარე ადამიანს არ შეუქმნას პრობლემა
და სიცოცხლისთვის ეს იქნება სერიოზული საფრთხე. არის მეორე კარადა, რომელიც ამ შემთხვევაში ნამდვილად გავითვალისწინე და მივამაგრე კედელზე, თუმცა წიგნები, რომელიც საკმაოდ მაღალია ეს კარადა და წიგნები, რომელიც თაროზე დევს, შესაძლებელია, რომ საფრთხის შემცველი იყოს. თუმცა საბედნიეროდ გავითვალისწინე ის, რომ ახლოს არ დგას ამ შემთხვევაში სამუშაო მაგიდა და უშუალოდ იქ არ მომიწევს ყოფნა, მაგრამ მაინც სასურველია, რომ მსგავსი რაღაც არ გავაკეთოთ და გავითვალისწინოთ ის, რომ მაღალ თაროებზე არ შემოვდოთ ის წიგნები, რომელიც იქნება მძიმე და მიწისძვრის დროს ჩამოყრის შემთხვევაში შეგვიქმნის პრობლემას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ შემთხვევაში ქცევის წესები. ამისთვის ძალიან კარგად ვიყენებ ASB-ს მიერ შემუშავებულ მობილურ აპლიკაციას, რომელიც ASB-ს გვერდზე ASB-GZ არის ხელმისაწვდომი. ძალიან მარტივად სათამაშო არის, მობილურში განსაკუთრებით იცით, რომ ამ თაობას უყვარს მობილური ტელეფონები და 8 წლის და 4 წლის ბიჭი და გოგონა ძალიან მარტივად ერთობა კიდეც და სწავლობს კიდეც იმ ქცევის წესებს, რომელიც კატასტროფების დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ და ყველა მშობელს ვურჩევ ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენონ მსგავსი აპლიკაცია თავიანთი შვილებისთვის. ორგანიზაცია მუდმივად ატარებს კვლევებს და აკვირდება მათ მიერ გატარებული კამპანიების შედეგებს. გარკვეული მიზნები მიღწეულია, თუმცა საქართველოში უსაფრთხოების კულტურის სრულად დასანერგად კიდევ დიდი გზაა გასავლელი. 2015 წლის წყალდიდობამ პრინციპში ნათლად დაგვანახა ის სურათი, რომ ზაობა კატასტროფებთან მიმართებაში იყო საკმაოდ დაბალი საქართველოში. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წყალდიდობის შემდეგ და ამ კატასტროფის შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა საქართველოში, შეიცვალა უბრალოდ მიდგომა, შეიცვალა დამოკიდებულება, როგორც ვთქვათ, ზოგადად რიგითი ადამიანების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და თვითონ თემა გახდა აქტუალური. არ შემიძლიათ 13 ივნისის ტრაგედია არ გავიხსენოთ. ამ ფაქტს ვერ გავეცემთ. და თან სადმოხდა ეს შუა ქალაქში, ღამით და სრულიად მოულოდნელად. სამწუხაროდ ამ ყველაფრისთვის მზად არავინ აღმოჩნდა. მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივად იმუშავეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ყველაფრისთვის სათანადო მზაობა არ და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ რა გველის მომავალ წუთს ეს არავინ ვიცით. ამიტომ, როდესაც ადამიანი ინფორმირებულია, მან ყოველთვის იცის, როგორ მოიქცეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების ცოდნაც. პირველადი დახმარების გაწევა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. არადა მას ჩვენი სიკვდილის განხსნა შეუძლია. ძალიან დიდი დრო დაჭირდება ალბათ საქართველოს რეალობაში უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას. ეს ის თემა, რომელსაც ვერც ერთი პროექტი, ვერც ერთი პროგრამა და ვერც რამდენიმე წელი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ პრინციპში თუ კი შევადარებთ რა გქონდა რაღაც წლების წინ და დღეს რა გვაქვს, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი, სწორი ნაბიჯებით მივიწევთ წინ და ამ მიმართულებით ნამდვილად შეგვიძლია ვიამყოთ და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ჩვენ ვთქვათ ერთ-ერთი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში Arbeiter Samariter Bund-ი, გარკვეულ ესე ვთქვათ ნაბიჯებს ვდგამთ და გარკვეული წვლილი შეგვაქვს ამ ყველაფრის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში.